ჩვენი ჯემები არის აი ზუსტად ისეთი, როგორც აი ბებიასთან რო ჩაისრო დალიო სახში, აი დაახლოებით ეგეთი და ძალიან გვიხარია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს არტიზანალური ნამდვილი გემო. ჩვენთან სვანეთში ძალიან ბევრი კენკრა არის, ბუნებრივი ტყეში იზრდება და დავიწყე ასეთი ჯემების გაკეთება. ჯერ უბრალოდ ჩემთვის და რაღაცა მეგობრებისთვის და საახალწლო საჩუქრებისთვის. მე ნელ-ნელა ვიფიქრეთ, რა ვიცი, მაღაზიებში ხო არ ჩავაბაროთ, მოეწონათ ძალიან და ანუ გაიზარდა მოთხოვნა და ახლა უკვე აი ვიწყებთ ასეთ წარმოებას. უმეტესად გვინდა რომ ადგილობრივი კენკრა გამოვიყენოთ. სვანეთის ტყეებში ძალიან ბევრი არის მოცვი. ასევე გვინდა რომ დავამზადოთ ჟოლო და მაყვალი, ძველი რეცეპტების აღდგენა მინდის, რადგან ჩვენ არ გვინდა რომ გამოვიყენოთ შაქარი და ადრე რეალურად ხალხს არ ქონდა შაქარი, ვითი ამზადებდნენ მურებას, ამზადებდნენ თაფლით, ამზადებდნენ ყურძნის კონცენტრირებული წვენით. აქაური კენკრა, აქაური თაფლი, თუნდაც აქაური წყალი, რომელსაც ჩვენ ვიხმართ იმაში, რომ ჩვენი ჯემები დავამზადოთ, არის ძალიან სუფთა, ძალიან ნატურალური და ძალიან ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია მართლა ჯანსაღი იყოს. გამოჩნდა გრეტა და გრეტას პროექტი და ეს დანადგარები სრული, რაც საჭირო არის მურაბის წარმოებისთვის, იმის ჩამოსხმისთვის, სწორი სტერილიზაციისთვის, ეს დანადგარები ყველა მოვითხოვეთ და აი ამ ზაფხულს უკვე დავიწყებთ გამოუშვებთ პირველ პარტიას ჩვენი ახალი პროდუქციის. აუცილებლად უნდა ბიოსერტიფიკატი ავიღოთ და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ექსპორტზე გავიტანოთ და გავაცნოთ მსოფლიოს ქართული ნამდვილი ბიოპროდუქტი. მე ძალიან იმედი მაქვს, რომ მე რომ მექნება წარმოება, მე სხვა ხალხს მოუნდებათ, რომ იმათაც აი მაგალითად მოვიყვანოთ კენკრა, ხო? აი უკვე ვიცით, სადაც ჩავაბარებთ. მოდით გავაკეთოთ ბიოკენკრა, მოდით გადავიდეთ ბიო წარმოებაზე და ესე შემდეგ და მე მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ პროცესის ნაწილი ვიქნები მე.